თქვენ წარმოგიდგენიათ ისეთი ციხე, სადაც პატიმარი შედის და დაახლოებით 5 წუთში გამოდის. ნუ, სინამდვილეში 5-10 წუთი, ახალი AI-ის დროით იქნება 10, 15 და 20 წელი, სადაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ადამიანს ტვინში, ანუ აბსოლუტურად სხვანაირად გაუვა დრო და სულ სხვანაირად მოიხდის საშელს. მეგობრებო, მე დღეს თქვენ უნდა გესაუბროთ ახალ უნიკალურ ინოვაციურ პროექტზე, რომელსაც მეცნიერები მომავლისთვის ამზადებენ. ეს არის Cognify Prison, ანუ რაც ნიშნავს Cognify Prison, რაც ნიშნავს პატიმრისთვის 5 წუთიან ესე ვთქვათ დატუსაღებას და შემდგომ მის ისეთ რეაბილიტაციას, რომელიც დღევანდელი საპატიმროებისთვისა და დღევანდელი ციხეებისთვის საერთოდ წარმოუდგენელია. მოკლედ დღეს უნდა განვიხილოთ ჩვენი ინოვაციური მოდელი, თავიდან ბოლომდე აგიხსნით ყველაფერს, ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერაში მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. მეგობრებო, ვინც ბიზნესს მართავთ, სერიოზული რჩევა მაქვს თქვენთვის. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ბიზნეს პროცესები ავტომატიზირებული, ეს პოსტი თქვენთვისაა. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინე CRM სისტემა Bittrex 24. ეს არაა ჩვეულებრივი CRM-ი, არამედ მთელი ეკოსისტემა, სადაც შეძლებთ კლიენტების მართვას, გაყიდვების ავტომატიზაციას და ყველა ოპერაციის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას. ასევე გაგაცნობთ BSM გრუპის იმ გუნდს, რომელიც Bittrex 24-ის 15 წლიანი გამოცდილებით ავრცელებს საქართველოში. მათ ყოველ კლიენტს ინდივიდუალურად უქმნიან სისტემას, უკავშირებენ მას ერთ-სესთან, RPR-თან და საიტებთან, ყველა იმ სერვისთან, რაც თქვენ ბიზნესს ესაჭიროება. მათი ოპტიმიზაციით CRM-ი კი არა, მთელი ბიზნეს ნერვული სისტემა გექნებათ. საიტის ნომერი და ლინკი აღწერაშია მითითებული. დაუკავშირდით და თქვენი წარმატება გარანტირებულია. Prisoners with their scientists want to implant prisoners with their victims' memories and have developed a way of speeding up prison time in the process. Cognify would treat prisoners like patients, implanting artificial memories and the trauma of experiencing their own crimes. ნახეთ რაშია საქმე, მეგობრებო, ანუ დაახლოებით იქნება ასეთი საპყრობილი. ახლა უყურეთ, აი დააკვირდით, შეხედეთ. ასე ესეთი კაფსულები იქნება მომავალში, სადაც პატიმრებს ჩასვავენ, შეერთებენ მას AI ტექნოლოგიის, ნუ ეს მომავლის ტექნოლოგიის, ესე ვთქვათ, ნეიროიმპლანტზე, რომელიც ჩაიტვირთება მის ტვინში და შექმნის ყალბ მახსოვრობას, ანუ ყალბ ალტერნატიულ რეალობას. და აქ ყველაზე საინტერესო, აი ხა რაზეც ცოტა მოგვიანებით მაგაზე დეტალურად უფრო ვისაუბრებთ, ის არის, რომ ანუ რეაბილიტაციის ისეთი ფორმაა, რომ პატიმარს ან რომელმაც დაუშვათ ადგა და მოკლა, რავი, ჩაცხრილა ორი ადამიანი, ხო? ის იმ სხერპლის პოზიციიდან წარმოიდგენს ამ ხელოვნურად შექმნილი და დაგენერირებული მახსოვრების შედეგად თვითონ აღმოჩნდება მსხვერპლი. ოღონდ ეს ყველაფერი თქო ხელოვნური ინტელექტის გავლენით მოხდება, რომელიც იმპლანტით, რომელიც მის ტვინში ჩაიდებ. ძალიან საინტერესოა. And the trauma of experiencing their own crimes from the perspective of the victim. They also ხო, აი, ანუ მსხვერპლის იქიდან წარმოიდგენენ ამ ყველაფერსო რა, გამოცდილებიდან. suggest that the fake memories could be used to treat people suffering from memory loss or PTSD. ეხლა უყურეთ რა ხდება. მოდი ეხლა დეტალურად ეს სიტყვით ოფიციალურ პრეზენტაციას გავყვეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Cognify-ში. A facility designed to treat criminals like patients. ანუ ეს არის დიზაინირებული, ესე ვთქვათ, კაფსულა, რომელიც ესე ვთქვათ, ორიენტირებულია კრიმინალები როგორ აქციოს უკეთეს ადამიანებად. Instead of spending years in an actual prison. იმის აგევრად, რომ ჩვენ პატიმრები დავტოვოთ ციხეში დაახლოებით 10, 15, 20 წელიო. Prisoners could finish their sentence here in just a few minutes. პატიმრებიო რამოდენიმე წუთში მოიხდიანოს საშელს, ანუ 5-10 ან 15 წუთი. წარმოგიდგენიათ, მაგრამ შენ გონებაში ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს იწელება, რადგან დრო ფართობით იმცნება და თუ ამ იმპლანტის საშუალებით ადამიანის გონებაში გაწელავენ ამ პროცესებს, ანუ შესაბამისად დროის სკეილი იზრდება უკვე მის გონებაში, გამიგეთ? ანუ ტყუილად აღარ ხარჯავს პაციენტი, ესე ვთქვათ, კრიმინალი პატიმარი აღარ ხარჯავს 15-20 წელიწადს და კარგავს თავის ცხოვრებაში არსებულ ძალიან დიდ დროს სიხეში. ნუ ამას კარგი, ესე ვთქვათ, პოზიტიური რაღაცაა, მაგრამ ცუდსაც გეტყვით რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩემი აზრით რა ცუდი რაც იქნება, აი ნამდვილად ცუდი. ის არის რომ შეიძლება ბევრმა ადამიანმა დანაშაული მარტო იმიტომ ჩაიდინოს, რომ იცისო 15 წუთში მოიხდის. ანუ რეალურ იმას time-lapse არ კარგავს, გაიგეთ? ანუ ის კი გასაგებია რომ 15 წელი შეიძლება მისი გონებით იყოს. მაგრამ ეხლა ადამიანის მანკიერ ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ თუ ვიმშელებთ, ის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ეცადოს, რომ აი ისი ძალიან მარტივია, ანუ მე არ კარგავ ჩემი ცხოვრების ნამდვილ დროს რაღაცაში. ანუ კარგავ fake დროს, ანუ ყალბს. და აქედან გამომდინარე, შეიძლება ორმაგი სტანდარტები წარმოშოს ამ ყველაფერმა და ესე ძალიან საფრთხილოა. Prisoners could finish their sentence here in just a few minutes. ანუ
Cognify could someday create and implant Cognify ხდის აი ამ იმპლანტს, აი რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, აი ეს შეერთებული იქნება თავის ტვინის, ყველანაირი ნეირონი, ყველანაირი შეერთებული იქნება AI-სთან. artificial memories directly into the prisoner's brain. ანუ artificial memories არის ხელოვნური მეხსიერება, ანუ ის მეხსიერება იწვევდება შენში, რომელიც არ არსებობს სინამდვილეში და პირდაპირ შეერთებული იქნება დაპატიმრებულის ტვინს იმპლანტის მეშვეობით. Complex, vivid, and Lifelike memories. are created ხო, in real აჰა. time using AI-generated content. ხო, აი როგორც კი ესე ვთქვათ, იმას იზამენ, რა ქვია, შეგაერთებენ, შემდგომ ეს კაფსულა იკეტება და შემდგომ უკვე იწყება ამ ადამიანში ჩატვირთვა მთელი ამ მახსოვრებისა და ამ გამოცდილების. Depending on the seriousness of the subject's crime and their sentence, ანუ დამოკიდებულია ეს ყველაფერი, რამდენად სერიოზული კრიმინალური დანაშაული აქვს პატიმარს, ესე ვთქვათ, ჩადენილიო. the memories could be tailored to the rehabilitation needs of each subject. ხო, და ეს ნეიროისენი ყველაფერი დაკავშირებული იქნება, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ანუ ცალ-ცალკე იქნება დაკავშირებული რა. ანუ შენ თუ ქურდობა ჩაიდინე და მაგალითად მოკალი კიდევაც ვიღაც, ანუ ქურდობაზე ცალკე მკურნალობ და ცალკე მკურნალობ სხერპლზე უკვე. მაგრამ ორივე შემთხვევაში შენ აფასებ, ანუ თელი აი საინტერესო მომენტი რა საქმე მომეწონა, ეგ არის რომ ანუ სხერპლის პოზიციიდან ხედავ ყველაფერს. იმიტომ რომ ზოგადად კრიმინოლოგიაში და დანაშაულის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა, რასაც ვერ ხედავს კრიმინალი, როდესაც ის კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, არის რომ არ შეუძლია სხერპლის პოზიციიდან წარმოიდგინოს რეალურად თავი. ანუ თვითონ რო აღმოჩნდეს სხერპლი. აი მაგალითად ძალიან საინტერესო არის, ვისაც ნანახი გაქვთ, თუ არ გაქვთ, უყურეთ რეკომენდაციას უწევ, მექანიკური პორტოხალი. წიგნიც არის ამაზე და სტენლი კუბრიკის გენიალური ეკრანიზაცია, გიშდები მაგ ფილმზე. მან არის აი ძალიან კარგად დანაშაულის ფსიქოლოგია ახსნილი, როგორ ცდილობენ რომ ადამიანი უკეთესი უფრო გახადონ, რა ტექნიკას იყენებენ, როგორ აყურებინებენ ამ ყველაფერს, აი ცნობილი სცენარო არის, ხო? გავენი რომ ესე თვალები რო გაწელილი და ძალით რო აყურებინებენ იმ დანაშაულს და მერე რო სიზღდება და გულიერება. ნუ ეგ სხვა დილემებს ხსნის, მაგაზე არ გვინახა ახლა ჩვენ ლაპარაკი რომ ფუნდამენტურად ადამიანის ცვლილება ეს შეუძლებელი რამ არის. სინამდვილეში ადამიანი რაც არის ისრჩევა, მაგრამ ეს თქო სიძულვილის და სიზღის გრძნობა შეიძლება იმდენად გავუღრმავოთ ადამიანს და იმდენად გამოვიყენოთ ეს მისი ესე თქვა პრინციპები, რაც მას გააჩნია, ესე ვთქვათ, მის სამკურნალოდ, რომ ეს დაეხმაროს სწორად რომ უკეთესი ადამიანი შედგეს, თორე ფუნდამენტურად ჩემზე ადამიანი არ იცვლება. რაც არის, ის არის ყოველთვის. The artificial memories implanted by Cognify would be seamlessly integrated into the existing neural networks of the brain. ხო, ნუ ეს დაკავშირებულია ნეიროიმებს, რა თქმა უნდა, სელებს უჩრდებს ადამიანის გონები მაშინ რო ქია ტვინში. Preventing cognitive dissonance. და ნუ ეს ყველაფერი თან ისე უნდა იყოს მოწყობილი, მეგობრებო, რომ ნახეთ აქ რასაოს preventing cognitive dissonance, ანუ პრევენცია უნდა გაუწიოს კოგნიტურ აშლილობებს. გაიგეთ? ანუ შეიძლება ეს თუ კარგად დიზაინირებული არა, შეიძლება ადამიანი გიჟი გამოვიდეს საერთოდ აქედან. ამიტომ კარგად უნდა იყოს დასტაბილურებული არა მარტო მისი ხელოვნურად შექმნილი მახსოვრობა, არამედ თვითონ ადამიანის ფსიქოლოგიის სკეილიც, აი ამ დროის ამ მონაკვეთში რასაც იქ გაივლის, იმიტომ რომ მთავარი რა არის, ხო, ანუ ცოდნა რა არის და გამოცდილება რა არის რეალურად, ხო, დროსთან უნდა იყოს ინტეგრირებული, რასაც შენ გამოცდენ, რომ გამოცდილება ხო დროში მოდის. შესაბამისად ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი მაგალითად ინფორმაციის შესვლა, ანუ ინფორმაციამ შენ გონებაში ინტეგრირებას უნდა განიცადოს, რომ რეალურად მართლა მიიღო გამოცდილება, რასაც ქვია. თორე ხა მე რო შენ ხა შეგიშვა სიტყვაზე ისეთ კაფსულაში, სადაც, რავი, იქ 5 წუთი იქნება ამ კაფსულაში და სინამდვილეში 15 წელი გაატარებ, ესე ვთქვათ, fake რეალობას, ხო, ამ შემთხვევაში შეიძლება გიჟი გამოხვიდე იქიდან. ამიტომ კარგად უნდა იყოს ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. And ensuring the subject experiences the memories as if they were real. The Cognify concept offers a new approach to criminal rehabilitation. ანუ Cognify ეს კონცეფცია თვითონ ნამდვილად უნიკალური და ესე ვთქვათ ინოვაციური პროექტია საერთოდ კრიმინალების რეაბილიტაციისთვის, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ კრიმინალს, ოდესაც ციხეში სვამენ, ანუ იდეაში ორ რამეს ხო ემსახურება. ასე ვთქვათ, პატიმრის დატოსაღება. ერთი, რომ მან უნდა მოიხადოს დანაშაული, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებისთვის საშიში და მეორე უნდა აგოს ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი და უფრო უკეთეს ადამიანად უნდა შედგეს, მაგრამ სინამდვილეში უმეტესწილად პრაქტიკიდან გამომდინარე ის უკეთესი ადამიანი არ ხდება. პირიქით უფრო ეფლობა ციხის არსებულ ცხოვრებას, უფრო მეტად ესე ვთქვათ, გულჩათხრობილი ხდება, უფრო მეტად დეპრესიული, უფრო მეტად გაბრაზებული სამყაროზე, კარგავს თავის ცხოვრების ძალიან ძვირფას დროს. ჯვარი წერი ადამიანს 20 წელს არ ციხეში დება 15 წელს აზრემენ და 35 წელს გამოდის ნახევარი ცხოვრება და ყველაზე ძვირფასი წლები იქ დაკარგა, ხო? ანუ სინამდვილეში რა ხდება? ანუ როგორ შეიძლება ის უკეთესი ადამიანი გახდეს 15 წლის მერე, როდესაც ყველაზე ძვირფასი დრო აქვს დაკარგული ციხეში ჯდომით. ამიტომ Cognify-ის ეს მოდელი მართლაც თავაზობს ინოვაციურ
მიდგომა საერთოდ მეცნიერებაში, კრიმინოლოგიაში და საერთოდ სახელმწიფოსაც ბევრად შეუმცირებს ხარჯებს, იმიტომ რომ თვითონ ხარჯები, ციხის ხარჯები არის ძალიან დიდ ფულებთან დაკავშირებული, მეგობრებო. მაგალითად, ეხლა საქართველოსი არ მაქვს ლაპარაკი ევროპულ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით ძალიან ძვირი ჯდება იმ პატიმრების შენახვა, რომლებიც ციხეში არის. და სინამდვილეში შენ ინახავი მასას, რომლებიც არიან დამნაშავეები, მაგრამ შენ თუ ამ დამნაშავეს არა თუ უბრალოდ დროის აღქმას აკარგვინებ, თავის ცხოვრების წუთებს აკარგვინებ, არამედ შენ შეგიძლია უკეთესი ადამიანი მიიღო. და AI მაგაში უნდა გამოვიყენო ჩვენ, ანუ ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ მე ამ ਪ੍ਰოექტს სრულიად მივესალმები. ძალიან მაგარია. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული რეაბილიტაციაზე, ვიდრე ადამიანის და კრიმინალის დასჯაზე. ხო, ანუ ჩემთვის ხა პირადად მართლა ძალიან გენიალური ის არის, რა ქვია, მიდგომა არის, მეგობრებო, იმიტომ რომ ანუ ხო გეუბნებით, ანუ ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, როგორ შეიძლება ჩვენ მივიღოთ უკეთესი ადამიანი, რომელიც 15-20 წელიწადს ან ძალიან დიდ დროს ატარებს ციხეში. ეს ხო შეუძლებელია. და შესაბამისად ამ მოდელი ჩვენ შევეცდებით დროც შევამციროთ, ხარჯებით შევამციროთ, ადამიანი უკეთესად ვაქციოთ. და რაც თავარია ეს პროექტი კიდევ განმოვითხროთ. რავი, მე პირადად ძალიან მომეწონა ეს Cognify-ის მოდელი, როდესაც ეს შემხვდა, ეგრევე ვიფიქრე მეთქი, ჩემ გამომწერებს ამის შესახებ აზრი უნდა გაუზიარო მეთქი და კარგია ესეთი პროექტები, ესეთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ სწორად უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩვენ ხელოვნური ინტელექტს არასწორად გამოვიყენებთ, ეგ არის ჩვენთვის ძალიან ცუდი, თორე ის თუ ჩვენ საქმეს გავიმარტივებთ და უკეთეს ადამიანებს, უკეთეს სოციუმის ჩამოყალიბებას შევეცდებით, აი მიმართულებით უნდა განვითარდეთ. ანუ მომავალი არის AI-ის. დღეს ევროკავშირი რითიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან არის სერიოზული არაბალანსირებულ ომში, ის არის რომ AI-ზე საერთოდ ევროპა არ მუშაობს. ანუ რომ ამერიკა და ჩინეთი არიან მოწინავეები, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები არის მომავლის სამყაროს ნაწილი. ამიტომ ჩვენთვისაც, ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება, უფრო მეტი პროფესიული აკადემიების შექმნა, ადამიანის კადრების მომზადება, რომ ჩვენ წინ რომ მომავლის ომები ეს აღარ იქნება მარტო ბირთვული და რაღაციანი. AI არის მომავალი Star Wars-ი, როგორც ეს იყო, როგორ ბირთვული განიარაღება მსოფლიოში, იქ რა კოსმიური რბოლა, ვარსკვლავური ომები და მრავალი სხვა. მომავალი არის AI-ის. აქედან გამომდინარე, ჩემთვის Cognify სრულიად მისაღები პროექტია და ინოვაციური მოდელი. ეს ჩემი აზრია. დავი დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ასევე დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გამოღვივით Instagram-ზე და თუ გინდა დონაციაც გააკეთეთ არხის განვითარებაში დაეხმარეთ. დროებით მეგობრებო.